მძიმე სიტყვით უნდა დავიწყო. გაიარეთ იმ მოქალაქეებმა, რომლებიც რატომღაც დღეს და ახლა ახმამაღლდით და არა შესაძლოა ადრეც ხმამაღალნი ყოფილხართ, სიმართლე გითხრათ, თქვენი მიმატიანე მე არა ვარ. მაგრამ აი ახლა ამბობთ, რომ უკაცრავად რუსულისთვის ეს თქვენ არ გეკუთვნის წესით და რიგით, მაგრამ მაინც რუსულად ვიტყვი, ვიძიწელი ჩვენ ქართული საზოგადოება, ქართული სახელმწიფო, საქართველოს მოქალაქეები დაამარცხდნენ. გაიარეთ. რას ნიშნავს გაიარეთ? უნდა წახვიდეთ სამზარეულოებში, თქვენივე სახლების სამზარეულოებში, მიიყუჟოთ სადმე კუთხეში და ჩამოიხოკოთ სახე. და იფიქროთ უკეთეს საქართველოზე, რომელიც ვერ შედგა. და აღარ მიიღოთ მონაწილეობა იმ ბრძოლაში, მარათონ ბრძოლაში, რომელიც ახლაც მიმდინარეობს. მე შეგიძლიათ სოციალურ ქსელ Facebook-ზე დღეში 3-ჯერ წეროთ, რომ ჩვენ დავმარცხდით, ოღონდ უნდა შეეგუოთ იმასაც, რომ დროთა განმავლობაში თქვენი მომხრეების და მლაიქებლების რაოდენობა კი არ გაიზრდება, არამედ შემცირდება. დროთა განმავლობაში შემცირდება, იმიტომ რომ კვანძის გახსნა ახლოვდება ჩვენს ქვეყანაში მათ შორის და ეს მარათონ ბრძოლა აი ბოლო ფინიშის სტადიაზე გადადის. მაგრამ ამაზე არ ვილაპარაკებ, ახლა არ ვილაპარაკებ ოდნავ გვიან. მე არ ვიცი და ვერ გამიგია და ვერც ვერასოდეს ვერ გავიგებ, როგორ უნდა უთხრა ქართული საზოგადოების ინდივიდებს, მაგალითად პატიმრებს. როგორ უნდა უთხრა, რომ მე გარეთ დარჩენილი შოკოლადს არ მივირთმევ ყოველდღიურად ან ნარგილს. ვამბობ, რომ ჩვენ დავმარცხდით და ეს იმ პატიმრებს ეუბნები, რომლებიც უდრეკად დგანან, სხედან, არიან საპატიმროებში და წერილზე იწერებიან, რომ ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ საქართველოს თავისუფლებისათვის. მე არ მესმის ენა როგორ უნდა მოგიტრიალდეს და როგორ უნდა თქვა, რომ ფიზიკელი უკაცრავად კიდევ ერთხელ რუსულისთვის ქართული სახელმწიფო, ქართული საზოგადოება, ინდივიდები დაამარცხდნენ და ამ ყველაფერს უნდა თურმე შევეგუოთ და იქნება და რესტარტი გავაკეთოთ. გადავიაზროთ სხვაგვარი ტაქტიკით დავიწყოთ ბრძოლა ბიზინა ივანიშვილის იგივე რუსული ხელისუფლების და ოლიგარქ ივანიშვილის წინააღმდეგ. როგორ აკადრებთ ამ ადამიანებს, მეთქი ასე ვიტყვი. ახლა სწორედაც რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ ასეთი პესიმიზმი მოგეძალებათ, თუმცა კარგად არ მესმის პესიმიზმის ობიექტური საფუძვლები, ახლა სწორედაც რომ საოპტიმისტო შეძახილის დროა. ახლა ადამიანებმა ერთმანეთი უნდა გაამხნევონ და ახლა ადამიანებმა უნდა უთხრათ ერთმანეთს, რომ იცით კი გვიჭირს რა საკვირველია, გვიჭირს. არავინ უარყოფს აქ დებილი არავინ არა. გვიჭირს, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც დროებითია და თუ ჩვენ ახლა მოვდრკებით, თუ ჩვენ ახლა მოვიღუნებით, თუ ჩვენ ახლა შევეგუებით იმას, რომ ბიზინა ივანიშვილი მოაჯდა გომბეშოსავით ამ ქვეყანას, ამ შემთხვევაში საერთოდ არაფერი გამოვა. როგორ უნდა უთხრათ, ან როგორ ეუბნებით ამ ყველაფერს, არა მხოლოდ პატიმრებს, და ჩვენ პატიმარი გვყავს დაახლოებით 200 სინდისსა და პოლიტიკოსი, პოლიტიკური პატიმარი. არამედ მაგალითად ქუჩაში, კარში, წვიმაში, ავდარში გასულ რუსთაველის გამზირზე გასულ მოქალაქეებს. ასაკიანებს უმრავლეს შემთხვევაში ან შუახნის მოქალაქეებს და ახალგაზრდებსაც. ამათ როგორ უნდა აკადრო? მე მესმის, რომ ყოველდღიურად უხეშად 25 მოქალაქით ნაკლები გადის რუსთაველის გამზირზე და თუ პირობითად ერთი თვის წინ იყო 880, ახლა შეიძლება არის 158, მაგრამ არის 158 მოქალაქე და აი ამ 158 ან იმ 880, ან მანამდე 8800, ან კიდე უფრო მანამდე 88,000 მოქალაქეს როგორ ვეუბნებით, როგორ ვაკადრებთ, რომ ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების ბრძოლა თავისუფლებისთვის ვიზიწელი დამარცხდა და ახლა ჩვენ უნდა გადავწვირთოთ პოლიტიკა. მანამდე კი იქნება და საკუთარ პროფესიებს დავუბრუნდეთ, მეპურემ პური გამოაცხოს, მსახიობმა იმსახიობოს, რეჟისორმა ირეჟისოროს, მხატვარმა ხატოს, მუსიკოსმა მუსიკალური ნაწარმოების შექმნას ან შეასრულოს, მეყვავილემ ყვავილებს მიხედოს, ჟურნალისტმა საკუთარ პროფესიაში დარჩენა არჩიოს ყოველგვარი მხილების გარეშე ამ ბანდა ხელისუფლებისა. წერალმა წეროს,
მშენებელმა აშენოს, გარე მოვაჭრე, გარე ივაჭროს და ასე შემდეგ და რა. ამას რომ ვამბობთ, სატისფაქცია, თვითკმაყოფილება როგორ გვეუფლება. ამით რას ვამბობთ და მათ შორის იმასაც ვამბობთ, რომ ასე რომ გიყვართ ალბათ მაინც რომანტიზმი და ჩვენ ერთადერთი რომანტიკოსი გვყავს. ნიკოლოზ ბარათაშვილი, მასაც კი უარყოფთ. ნიკოლოზ ბარათაშვილი, გეხსოვებათ ალბათ ზოგ თქვენგანს, წერს ამგვარ რამეს, დაგზაუვალი შენგან, ანუ ამ მომიტინგეებისაგან, პროტესტში ამ ყოფებისაგან, ამ ინდივიდებისაგან, ამ პატიმრებისაგან დაგზაუვალი შენგან, ანუ მათგან თელილი. მე რანუ ჩემო, მაინც დარჩება, ანუ ეს ყველაფერი რომ მოძმესა ჩვენსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს, სულ მინიმუმ ამიტომ კეთდება, რომ უხეშად 2058 წლის 26 სექტემბერს მაშინ მაინც განთავისუფლდეს საქართველო და თუ ამ ისტორიას არ შექმნი ახლა საფუძველს თუ არ ჩაუყრი 2058 წლის 26 სექტემბერსაც კი მომავალი თაობები ვერ განთავისუფლდებიან. თუ ახლა ჩვენ ვეთყვით ამ მოქალაქეებს, რომ იცით რა არის, ჩვენი ბრძოლა უაზრო ყოფილა, ან ჩვენი ბრძოლა წარუმატებელია, ან ჩვენ ამაოდ შეფუჭად შევედით ამ ბრძოლაში და დავმარცხდით 2058 წლის 26 ოქტომბერს 18 წლის რომ იქნება ის ახალგაზრდა ისიც ისეთივე შემგუებელი იქნება, როგორც ქართულ ოცნებას ახლა უხვად ხავს. რამდენი ხავს იცით? მართლა ძალიან ბევრი ხავს, თუ გულახდინები ვიქნებით, უბრალოდ მათ არ უნდა დავუტოვოთ საქართველო. მათი საქართველო არ არის ჭეშმარიტი საქართველო და თუ ახლა ჩვენ ვაცხადებთ, რომ ხო ჩვენ დავმარცხდით. შესაბამისად გამოდის, რომ ვამარავლებთ ამგვარ კონფორმიზმზე, კომპრომისზე წასულებსაც და კონფორმიზმის კადრებელებსაც, გოგა ხაინდრავებს, ასე ვიტყვი და არა მხოლოდ გოგა ხაინდრავებს. ბიზინა ივანიშვილის ფრთებქვეშ მოეკეცით, იმიტომ რომ დავმარცხდით. და ახლა იქნება და გადავიაზროთ, მაგრამ სხვა, ეს უკეთეს შემთხვევაში ამბობენ ამას, იქნება და სხვა სტრატეგია ავირჩიოთ. რომელი სტრატეგია გარდა შეუპოვრობისა თან, მე კარგად მესმის, არავის არ ეგონოს, რომ ახლა მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ხანდახან ან ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს არ მიფიქრია, რომ მართლაც მძიმეა ეს ბრძოლა, დამღლელია, მაგრამ უკრაინელებს შეხედეთ. უკრაინელები 5 წელიწადია ლამის იბრძვიან საქართველოს მათ შორის საქართველოს უკრაინის თავისუფლებისათვის. მათ გაცილებით მეტად უჭირთ, ვიდრე შოკოლადს რომ ჭამთ, პირველ რიგში ვიტყვი, ვიდრე გვიჭირს ჩვენ და ისინი ამ ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს თუ კვირაში 6 ჯერ თუ თუნდაც კვირაში ერთხელ არ აძლევენ საკუთარ თავისუფლებას იმის თქმისა, რომ იცით რა, დავიღალეთ და დავმარცხეთ უკრაინელებმა რაღა თქვან მეთქი. ამას ვამბობ, ვცდილობ ყოველ შემთხვევაში ამის თქმას. მესმის 2012 წელს დავმარცხდით ამ ლოგიკით ჩვენ. და ეს დაყბედრებებიც კარგად ვერ გამიგია. 2012 წელს რომ მიეცში შენ ხმა ხომ მისცა, მაგრამ 2013 წლიდან ბევრი ვინც 2012 წლის 1 ოქტომბერს ქართული ოცნების მომხრე იყო, 2013 წლის 1 ოქტომბრიდან განკოცდა, ასე ვიტყვი. და ახლა ბევრი მათგანი ვინც ის და უფრო ბრგედაც დგას, ვიდრე ადამიანები, რომლებიც 2012 წელსაც ხვდებოდნენ რა შავი ჭირი იყო ბიზინა ივანიშვილი. არ მგონია რომ ახლა რაც ყოფს იმაზე უნდა ვილაპარაკოთ. მე მგონია რომ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე რაც გვაერთიანებს. ეს არ ნიშნავს რომ ერთნაირები ვიქნებით ოდესმე მაინც, მაგრამ ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენ ერთიანები უნდა ვიყოთ. სულ ერთიანები პრინციპულ საკითხებში, ან პრინციპულ და ღირებულ საკითხებში. მაგრამ ეხლა ეს არ არის ჩემი თავარი სალაპარაკო. მე ისე ვუბრუნდები ამ თავარ სიტყვას, ჩემსაც გაიარეთ მოქალაქეებმა, რომლებსაც ხმა აგიკანკალდათ, რომლებსაც თქვენს მონოლითში ბზარი გაგიჩნდათ, რომლებიც შეირხენით როგორც ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა, რომლებიც ახლა ამბობთ, რომ იცი რა არის, ჩვენ დავმარცხდით და ეს უნდა ვაღიაროთ. არაფრის არ დავმარცხდით, არც ის მოქალაქეები დამარცხდნენ, რომლებიც რუსთაველის გაბზებზე არიან, არც ელენე ხოშტარი, არც მზია ამაღლობელი, არც ზვიად რატიანი, არც მათე, არც სხვები და სხვები. ხო ანდრო ჭიჭინაძე და ამადენი პოლიტპატიმარი არ დამარცხებული, მაშინ ასეუბნებით თქვენ ამ პოლიტპატიმებს და სინდისპატიმებს მოაწერეთ ხელი რაღაცა შეწყალების თხოვნის თაობაზე განცხადებას და გამოდით, იქნება
ყაველაშვილმა გაგან თავისუფლო თუ ამას ითხოვს საბოლოო ჯამში ყაველაშვილი და თუ ბიზნე ივანიშვილი კონკრეტულად და ამბობს მოუწოდებს პირდაპირ თუ ვირიბათ რომ პირდაპირ უფრო რომ გვაპატიე გთხოვეთ პატიება და მე იქნება და მოწყალენი ვიყოთ. სწორედ უდრეკობა ჩვენი გამარჯვების თავარ საფუძველი მე მესმის რომ ჩვენ დავმარცხეთ ძალიან ბევრჯერ ძალიან ბევრ ეპიზოდში. მაგალითად ჩვენ გავიმარჯვეთ 2019 წლის 20 აგიშვილი წელია გასული 20 ივნისს როცა გავაბუნძულეთ აქედან გაბრილოვი. ან პოზნერი გავაბუნძულეთ. ხო, გავაბუნძულეთ ფაქტია. ან იქ რა ქვია იმის შვილს ლავროვის შვილი ხო, კახეთში არ შარაფობდა თუ კეიფობდა, ისიც ნაწილობრივ გავაბუნძულეთ. ყოველში დისკომფორტი შევუქმნით. ბევრი რამ გავაკეთეთ რასაკვირველია, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ მართლაც უბჭყალებოდ ვიტყვით, დავმარცხით, პატიმრები გვყავს ამდენი, მომიტინგეთა რაოდენობა მცირდება და მცირდება, რუსული კანონები მიიღო ხელისუფლება წოდებულმა ბანდამ და წინააღმდეგობა გაუწიეთ, მაგრამ ვერაფერს გავხდით. კურსის შეცვალა არ უარყოფ ამ ყველაფერს, ანუ იმაზე ბევრად მეტი ვიცი, ვიდრე ამის თქმელმა იმ ადამიანებმა, რომლებსაც მოუწოდებ გაიარეთ და სამზარეულოებში შეიყუჟეთ მეთქი. ბევრად მეტი ვიცი და მეც აკი გითხარით სამცდენია საკუთარ თავთან, რომ ბიჭო, ირაკლი, ითქვამს, დავმარცხდით ჩვენ. დავმარცხდით და ეს უნდა ვაღიაროთ, მაგრამ მერე გამხსენებია ის ასაკიანი ადამიანები, ირაკლი ლომოური მაგალითად. რუსთაველის გამზირზე ჯოხით რომ მოდის ხელში, ჯოხით ხელში რომ მოდის და ითქვამს, რომ იცი რა არის, მე ირაკლი ლომოურს ვერ ვაკადრებ იმას, რომ იცი რა არის, წერალო კაცო, შენ ყველა დადიხარ წადი რა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ხარ, შეიყუჟე შენ სახლში და წერე შენი მემუარები. ვერ ვაკადრებ და არა მხოლოდ ირაკლი ლომოურს, არამედ ცხრებსაც ახალგაზრდებსაც ვერ ვაკადრებ შვილთა თაობას პირველ ყოვლისა. აპატიოს ბატონმა ირაკლიმ ის წამსვლელი თაობაა, ჩემი არ იყოს და აი მომავალ თაობას უთხრა ის რომ იცით რა დავმარცხდით და აზრი აღარ აქვს ახლა მიდით ქართული ოცნება რა დღის წესრიგსაც გთავაზობს იმას მოერგეთ ან სახლში შეიყუჟეთ და წერეთ ხატეთ თუ რა ვიცი იმღერეთ ხო ეს მაინც არასწორია ამავდროულად კიდევ ერთხელ ვიმეორებ როცა უყურებ უკრაინელებს რომლებიც ამბობენ რომ იცი რა არის აი ღეს ხერსონის ერთ-ერთი სანაპირო ფეხებზე მკიდია ხვალ ჩვენ ავიღებთ ხერსონის იმ სანაპიროს ის სოფელი აიღეს ხვალ ჩვენ დავიბრუნებთ ამას ამბობენ არა მხოლოდ მეომრები არამედ უკრაინაში კიევში ყოფი ადამიანების მე სულ მაშაყირებენ ჭყალებში სულ მიტევენ ხოლმე ტროელები უმრავლეს შემთხვევაში აბა გაიხსენე ერთი რომ რაღაცა ბებიამ ომის დასაწყისში უკრაინაში ხვეზელები გამოაცხობეთ კი ერთხელ თქვი და დაწამლა მეთქი დასერჩეთ მართლა ასეთი ამბავი მოხდა ერთმა მოხუცებულმა ქალბატონმა გამოაცხო ერთ-ერთ სოფელში გამოაცხო ხვეზელები ოკუპანტებს შესთავაზა და დაწამლა ეს მე კი არ მომიგონია მართლა რაღაც ფანტაზიის უშრეტი ფანტაზიის ნაყოფი კი არ არის და იმ ადამიანს უთხრას ახლა ვინმე არა ხელისუფალმა არამედ უთხრას ვინმე საჯარო პირმა ვიცით რა არის დავმარცხდით და მოდი ამ ყველაფერს შევეგუოთ ხო არ იქნება სწორი თუ ჩვენ 500 პირობითად 60 დღეა ვდგავართ ქუჩაში ისინი 1560 დღეა არიან სანგარში ვიტყვი ასე გარდა ამისა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამის ართქვაც არ შეიძლება საერთაშორისო კონტექსტი იმგვარია ჩემო კარგებო რომ მე მესმის რომ მარათონში ვართ მარათონ ბრძოლაში ვართ შესრული ქართულ ოცნებასთან მაგრამ საერთაშორისო კონტექსტი იმგვარია რომ კვანძი საერთაშორისო ამბებში საერთაშორისო კონტექსტში კვანძი საქართველოსიც ძალიან მალე ან საკმაოდ მალე უნდა გაიხსნას წესით კერძოდ უკრაინას გულისხმობ ცხადია რუსეთი მარცხდება და ეს ჩვენი კონტექსტის ნაწილია ჩვენი ამბების ნაწილიც არის როდესაც რუსეთი დამარცხდება და ის აუცილებლად დამარცხდება ჩვენ ავტომატურად ალბათ ხმამაღლა თქვენია მაგრამ ერთგვარად ან მნიშვნელოვნად წილად არ მოვისურვთ ბიზნე ივანიშვილი იძულებული იქნება ხაზგასმით ვამბობ რომ დაიხიოს და დაიხიოს უკან არა მარტო გამარჯვებას როცა მიაღწევს უკრაინა მაშინ არამედ ამ ბრძოლის მიმდინარეობისას მესმის რომ ამ ხნის განმავლობაში თქვენ ვერ დაინახეთ ბიზნე ივანიშვილი უკან დახეული მესმის მეთქი აკი გითხარით მაგრამ ეს რომ გარდაუვალია ხომ ხვდებით ამას და ბიზნე ივანიშვილი როგორც კი უკან დახევას დაიწყებს ისვე ის იძულებული იქნება შეცვალოს პოლიტიკა და შეცვლილი პოლიტიკის პირობებში შეცვლილ სასტარტო მდგომარეობაში შეცვლილ გარემოში ანუ თანაბარ კონკურენციაში ივანიშვილს და ზარქუას ანუ უინტელექტო ტიპებს არანაირი შანსი არ აქვს შესაბამისად ის დაკარგავს
ხელისუფლება ძალაუფლებას უნდა ეს თუ არ უნდა და რაც უფრო მეტად გაჯიქურდება მით უფრო მძიმედ დანარცხდება ივანიშვილი ზედაპირზე მძიმედ დაარტყავს დინგს მეთქი ასე ვიტყვი მანო მისი ხვედრი მისი ბედი სვე ბედი და ხვედრი იქნება გაცილებით მძიმე არაფერს არ წინასწარ მეტყველებს ხადი არავის არ მიხავს საუბარი იმისაკენ რომ ბიზი და ივანიშვილს კაპდა აწკაპლიან როგორც აწკაპლეს ერთი მსოფლიო ლიდერი მაგრამ იმას კი ვამბობ რომ გაცილებით ბოდიში ამ სიტყვისთვის ბრუტალური იქნება მისი ბოლო ბრუტალურად დასრულდება მისი პოლიტიკური ან საზოგადოებრივი პოლიტიკური კარიერა მეთქი ამას ვიტყვი კიდევ უფრო მეტის ხმა შემიძლია და ამ დროს გაიარეთ მართლა ადამიანებმა მოქალაქეებმა ცნობილებმა კარგებმა ჭკვიანებმა ნაკითხებმა და ასე შემდეგ რომლებიც ქართულ საზოგადოებას ეუბნებით რომ იცით დავმარცხდით ჩვენ რას დავმარცხდით მიუხედავად იმისა რომ ბევრგან და უფრო მეტგან გვიჭირს ვიდრე გვილხინს არანაირი დამარცხებაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება ვისთან დამარცხებას ვაღიარებთ ირაკლი ზარქუასთან თუნდაც ბიზი და ივანიშვილთან ირაკლი კომახიძესთან და ნინო წილოსანთან და მამუკა მდინარაძესთან და მაკა ბოჭორიშვილთან მე პირადად ამას არ ვაღიარებ პირდაპირ მნიშვნელობით არ ვაღიარებ სულ რომ იმაზე უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდე პერსონალურად მე ფინანსურ მდგომარეობას გულისხმობ და პერსონალურად მე რო აღმოჩნდი უარის მდგომარეობაში და ქვეყანაც კიდევ უფრო უარის მდგომარეობაში აღმოჩნდეს იმიტომ რომ როდესაც თუნდაც ერთი კაცი ჩემზე მაგრები რასაკვირველია იბრძვიან იქ დამარცხებაზე საუბარი ყოვლად უადგილო ზედმეტი არასწორია და ადამიანები იბრძვიან მართლა იბრძვიან ადამიანები მიდიან საპატიმროში და იქიდან ელენე ხოშტარია რომელიც ჯანმრთელობა შერყეულია იქიდან იწერება როცა შეუძლია უნდა თქვას რომ აპატიები ხელყაველში იქიდან იწერება რომ ერთი წამითაც არ ვიხებთ უკან არ ენატრება ის 4 შვილი რას ეუბნებით ელენე ხოშტარიას 4 შვილის დედას იცით რა ელენე დავმარცხდი თო ჩვენ გარეთ ყოფილი შოკოლადს არ ვჭამთ და შენს შესაბამისად შეგიძლია რა რაღაცა იხლაფორთო და გამოხვიდე აქ უფრო გჭირდები ხო აქ უფრო გჭირდება მე არ უარყოფილს ელენე გჭირდება ჭარბთელი და აქ უფრო მაგრამ ელენე ბედიც ეს ყოფილა ბოდიში მისი ოჯახის წევრებთან ელენეს მისიაც ეს ყოფილა ბოდიში მისი ოჯახის წევრებთან მის შვილებთან მის მამასთან მის დედასთან მის მეუღლესთან იგი ბოდიშებთ ელენეს უნდა დაეჭირა ერთი დროშა და ჩვენ გვიჭირავს ბევრი დროშა ჩვენ გვყავს ბევრი მედროშე მზია ნაკლები მედროშია სვია დრატიანი მივიდა და ჩაარტყა იმის გამო ვიღაც პოლიციელს სიმბოლურად ცხადია რომ ვერ შეეგუა ხსენებული მზია საპატიმროში ყოფნას ასეთი მედროშეები გვყავს და ჩვენ ვეუბნებით ვის ვეუბნებით მოდის ვიხდი ჩვენ ხო ესე ვლაპარაკობთ რომ წარსულიდან მოვდივართ ვის ვეუბნებით დავმარცხითო ილიას ქვეყანას ილია ჩვენი თანამედროვეა ამას ხო ამბობთ ამის თქმელები ადამიანები რომლებიც ამბობთ რომ ისე დავმარცხეთ ამიტომ გაიარეთ გიბოდიშეთ ილია ჭავჭავაძეც კი არ დამარცხებულა მაშინ როდესაც აღარ იყო ცოცხალი მოკლეს იქიდან 11 წლის თავზე საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა ზეციური საქართველოსთან იყურებოდა იმზირებოდა ილია ჭავჭავაძე ასე უნდა გითხრათ მაინც და მაინც არა თქვენ ამის არ გჯერათ და არც მე მჯერა გულახდილი ვიქნები გულახდილი ვარ არც მე მჯერა რომ ილია ხარობდა ზეციურ საქართველოში მაგრამ ვიღაცა ხო ხარობდა 1918 წელს მე მაქვს ნახი ფოტო ეპიტაფი საფლავის ქვის ეპიტაფია 25 მაისს გარდაცვლილი კაცისა თუ ვწდები ხაშურის რაიონის ერთ-ერთ სოფელშია ეს ფოტო ერთ-ერთ სოფლის სასაფლაოზეა დაფიქსირებული 1918 წლის 25 მაისს გარდაცვლილი კაცისა და ეპიტაფია არის წარწერა არის ამგვარი მამა ახსნუდა ნება შენი ახსნუდა სურვილი შენი შინ არც გადმოგცემ საქართველოს თავისუფალია საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე გარდაიცვალა ის კაცი და შვილმა ეს მიუწერა მამას თუ არ ვწდები ხაშური შესაძლოა სხვა რეგიონის რომელიმე სხვა რაიონის სხვა ქალაქის რომელიმე სოფელში სოფლის სასაფლაოზეა გადაღებული ეს ფოტო არსებობს ეს სასაფლავი და რა მნიშვნელობა აქვს პრინციპში უცნობ ადამიანზე ლაპარაკობდა მას ეუბნებით თქვენ
დავმარცხდითო, სწორედ მასეულებით, ან იმ შვილს, ან იმ ოჯახის შთამომავლობას ეუბნებით, რომელთა წარმომადგენელიც ერთი მაინც დგას რუსთაველის კავშირზე. ამიტომ არ დავმარცხდით. ჩვენთვის ხელსაყრელი საერთაშორისო კონიუნქტურა იქნება. ქართველი ხალხი ფაქტია, რომ მსგავსად ბელარუსებისა, სხვებისა არ ეგუება ამ ბრუტალურ საშინელ რუსულ ხელისუფლებას. ცოტავდებით თუ არა, ცოტავდებით, მაგრამ ჩვენი პროტესტი არსად ქრება. არასოდეს არ უნდა აკადრო ადამიანს, რომელიც გვერდით გიზის, რომ ისი რა არის, შენი ბრძოლა აზე არ ახარ რა. ფუჭია და აბაოა. ეს არ უნდა უთხრა. არ უნდა უთხრა. ნახვამდის.